მოგესალმებით მეგობრებო, გუშინ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ 13 მაისის ახალ ინსტრუქციებზე, რომელიც გუშინ მე უკვე თქვენ მოგაწოდეთ ღამე. ეს იყო ესპანეთის დროით 11 საათზე, ხოლო ასე ვთქვათ, საქართველოს დროით 15 საათზე, რადგან საკმაოდ ბევრი სიახლეები იყო შესაბამისად. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 5200 ნახვა აქვს უკვე ჩვენს 12 საათიან პარალელში გამოქვეყნებულ ვიდეოს. ეს იქნება დღევანდელი ლაივი, რომელიც უშუალოდ განიხილავს იმ სიახლეებს, რომელიც ჩემი აზრით გუშინ განვიხილე, თუმცა დღეს უფრო მეტად მოკლედ ჩამოვაყალიბე, უფრო კონკრეტული მაგალითებით და დღეს ვეცდები რომ ყველაფერი აგიხსნათ დეტალებში, ოღონდ თითოეულზე თავისი მაგალითებით, გითხრათ ჩაბარებული სიტუაცია, გითხრათ 1-დან 4 წლიანი საკითხზე, გითხრათ ყველაფერი თქვენ შეკითხვებზე, აუცილებლად ეს ვიდეო დარჩება. ამიტომაც ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლაივი, ამიტომ თუ ოდესმე მხარდაჭერას აქამდე არ გთხოვთ, ერთ-ერთი მხარდაჭერა ჩემი თქვენ და მის იქნება, რომ მონიშნოთ ან თქვენი მეგობრები, ან გააზიაროთ, რადგან საბოლოოდ ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუქცია ახალი, რომელიც 13 მაისს გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ გამომეორდები და ძალიან ბევრ ადამიანს რატო ვითხოვ გაზიარებას, ბევრმა ადამიანმა ნახოს და იმ კითხვებს უპასუხო, რომელიც დაუშვათ აქვს დაგროვილი და ჯერჯერობით კიდევ მოწერილი აქვს და ჩემი აზრით შეიძლება უფრო მალე უპასუხო, სანამ მას პირადად მივწერ. იმედი მაქვს ჩემი ხმა ისმის და ყველაფერი პარამეტრები გასწორებულია, რომ დავიწყოთ და უშუალოდ ეხლა მე ახლა გადავალ იმ 10 გვერდის განხილვაზე და მე უკვე დანარჩენი შეგიძლიათ თუ დაინტერესდებით პირად კონსულტაციაზე მომმართოთ, მე დაგირთავთ თქვენ ნომრებს, ასევე დაგირთავთ მე თქვენ TikTok-ს, ახალ პლატფორმას, რომელსაც ვხმარობ და ყველა იმ წყაროს, საიდანაც მოძიებულია ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა ოფიციალურად და თუ იმეს რაიმე კითხვები გექნებათ ლოგიკურად, ამის ნახვა შეგეძლებათ. მოდი დავიწყოთ YouTube-ით, აგერ ჩაგიგდეთ YouTube-ი, აკადემიის იურიდიული კონსულტაციების ველის ჩაგიგდეთ TikTok-ზე, ვისაც გაინტერესებთ და უკვე შეგიძლიათ თავიდან მეიხილოთ და ასევე ჩემი ნომერი, ვისაც კონსულტაცია გენდობებათ, WhatsApp-ის ნომერი, მე ახლა გამოგიგზავნით. მეგობრებო, მე ძალიან ბევრი ადამიანი გადმოვამისამართი ამ ჯგუფში, ამიტომაც საბოლოო ლაივი იქ რატო შეწყდა, იმიტომ რომ გამევთხილებინა, რომ აქ იქნება ეს ლაივი, ამიტომ რაც შევა მეტი მეგობარი მონიშნეთ და გააზიარეთ, რომ მათ ნახონ ეს სიახლეები და მე ბატონო ისმის ხო ახლა ჩემი ხმა. კი ბატონო, ძალიან კარგი თუ ისმის. მაშინ ახლა გადავალ უკვე პირდაპირ. უბრალოდ მომწერეთ თუ ისმის მეგობრებო, ერთხელაც კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ძალიან გავამაგდო და თუ ისმის აქედან გავაგზავნებთ, ერთხელ ხარ შეგერთვები და გავაგზავნებ უკვე განხილვას ყველაფრის დეტალურად ამ ინსტრუქციების და რა მიზანი აქვს. უბრალოდ მომწერეთ დროულად თუ შეიძლება რომელიმე რამდენად ისმის ჩვენი საუბარი. ბიზამე. აქ უნდა მომივიდეს ეს მესიჯი თქვენი. ფაქტი არ მომდის მესიჯი, შეიძლება მოკლედ იქიდან გამომდინარე რომ ვერ ვიგებ ისმის თუ არა, რადგან შეიძლება ტექნიკური ხარვეზი იყოს, ან აქ მაჩვენებს ყოველ შემთხვევაში არ მოდის კომენტარები, რომ დამიდასტუროს ისმის თუ არა. უბრალოდ მომწერეთ ისმის თუ არა, რომ კი ბატონო გასაგებია. მოკლედ, მაშინ გადავალ პირდაპირ საქმეზე და მოდი განვიხილოთ რა სიახლეები მოგვიტანა ამ კანონმდებლობამ, რომელიც ძალაში შევა 20 მაისამდე. კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი ხართ იმ დროზე, რომ გაკეთდეს
კონსტატაცია და გაკეთდეს ანალიზი თქვენი სიტუაციების, თუმცა ვეცდები მაქსიმალურად განვიხილოს ყველა სიახლეები და შემდგომ მოგიყვანოთ ყველაზე თავისი მაგალითები. მოკლედ პირველი გვერდი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ძველი კანონმდებლობა ახალი კანონმდებლობით იცვლება. ინსტრუქციაში ახორციელებს იმ ცვლილებებს, რომელიც შეტანილია მიგრაციის რეგლამენტში, კერძოდ განსაკუთრებული გარემოების გამო დროებით ბინადრობის ავტორიზაციებზე. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ არაიგოს ფიგურას და მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ ახალი წესები იცვლება ძველით და მიზანია ემიგრანტების სოციალური და შრომითი ინტეგრაცია, ახალი არხების შექმნით და ადმინისტრაციული ერთგვაროვნების უზრუნველყოფით. ანუ რისი თქმა უნდა, სამომავლო პერსპექტივაში და შორეულ პერსპექტივაში მე გეტყვით, რომ ეს კანონმდებლობა ძალიან ბევრ დადებით რამეს მოიტანს, ვინც ახალი ჩამოსულები ხართ, ვინც ახლა მიყურებთ, ვინც დაუშვით ჩაბარებული არ იყავით, თქვენთვის ძალიან ბევრ დადებითი რამ არის, მაგრამ ასევე ჩაბარებულებზე ისეთ იცოდით უკვე რა მოცემულობა იყო, მაგრამ შეიძლება ოდნავ უკეთესად შევაფასო, იმიტომ რომ გუშინდელი საუბრის შემდგომ ჩემი აზრით დავასკვენი, რომ ბევრად უფრო მეტად პოზიტიურად შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს, თუ რა თქმა უნდა კიდევ ცვალებადობას არ განიცდის. იდეაში უკვე რეალ დეკრეტია შესაბამისად ამისი ინსტრუქციები არის ვარაუდი, რომ გარკვეულმა რეგიონებმა მოგეხსენება 16 ავტონომიური რეგიონია ესპანეთში და მოითხოვონ დამატებითი ინსტრუქციები, რადგან ძალიან ბევრი რაღაცა კვლავ არის გაუგებარი, მაგრამ იმ ძირითად კითხვებზე მე ვინც აქ დარჩებით, აუცილებლად გიპასუხებთ და ვინც ამ ან მეტ მეგობარს მონიშნავს და გააზიარებს, მათ საშუალებაც ექნებათ უფასო კონსულტაციის, ამიტომაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მაქსიმალურად, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია გაიგოთ თუ რაზე საუბრობს ეს ახალი ინსტრუქციები. მეორეს გვერდზე უკვე განხილული არის სამართლებრივი ბაზა და ინსტრუქციის მიზნები. აქ ძირითადი აქცენტი გამახვილებული აქვს 124, 125 და 128 მუხლის ჩათვლით და უფრო მარტივ ენაზე რო ავხსნათ, როგორ უნდა იყოს გამოყენებული, ამაზე საუბრობს და თქვენ შეგიძლიათ კითხვებიც მომწეროთ, მეგობრებო, არ არის პრობლემა, ყველაფერს გიპასუხებთ. და მიზანი ამ მეორე გვერდში გონო ამ კანონმდებლობის უნდა იყოს, რომ იყოს ზუსტი და ერთიანი კრიტერიუმი თითეული არაიგოს ფორმისთვის და დაიცვას იურიდიული უსაფრთხოება და არ მოხდეს ადმინისტრაციულ ორგანოებში განსხვავებული ინტერპრეტაციები. რაც შეეხება ზოგად ყველა წესს, რაც არაიგოზე და ის უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, აი აქ მეგობრებო, უკვე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გადავდივარ. ეს არის არაიგოს ფიგურები, რომლებიც წამოიჭრება და ალბათ ყველასთვის ჩემი აზრით პასუხს გაცემს, მის მოკლედ ძალიან ბევრ კითხვებს მიგზავნით ამ სიტუაციაში ძალიან მადლობას გიხდით, მაგრამ მე ვფიქრობ თუ მომისმენთ და გაიგებთ ზუსტად იმ პასუხებს, ამიტომ გთხოვთ რომ მონიშნოთ მეგობრები და გააზიაროთ რომ გაიგონ ამ კითხვებზე პასუხი. პირველ რიგში მე ვიტყვი რომ ახალი ზოგადი წესების ინსტრუქციის ფონზე ყველა არაიგოს შემთხვევაში, ანუ რაც ბევრისთვის ნაცნობი არაიგო, მაგრამ სხვათვის ახსნი ვინც არ იცის ახალი ამ ჯგუფში, რომ ანუ ლეგალიზაციის გზა, ანუ არალეგალობიდან გარდა უკიდურეს ანუ უმანიტურ ჩაბარებისა და ჩაბარების გარდა ზოგადად საჭირო არის უწყვეტი ყოფნა ესპანეთში ბოლო 2 ან 3 წელიწადი, ანუ 2 წელიწადში შემილია უკვე და 3-ში, მინიმუმ 2 წელი დამოკიდებულია არაიგოს ტიპებზე. მინდა ეს კარგად გაიგოთ მეგობრებო. აღნიშნული პერიოდი შეიძლება დადასტურდეს როგორ ისტორიკო ემპატრონამენტო ისტორიკოთი, ანუ ისტორიული რეგისტრაციაც ნიშნავს, რომ მერიაში მივდივარ მე და ჩემი ჩაწერის ისტორიას ნახულობ, სხვა საბუთებით თუ მე მაინც და მაინც ამ სიტუაციაში დამშვიდს კითხვა და გეტყვით, რომ კლინიკური ისტორიები, ოფიციალური დოკუმენტები და გარდა ამისა, მხოლოდ ის დრო ითვლება, როდესაც პირი არ იმყოფება თავშესაფრის სტატუსით. თუ კი ადამიანი აპირებს თავშესაფარზე უარის თქმას, აუცილებელია ფორმალური მოქმედება, ანუ უარის მიღება, ან მოტივირებული დათმობა. იყო ბევრი ადამიანი, რომელმაც თქვა უარი თავის საფუძე იმედით, რომ 6 თვეში აიღებდა. მე პირადად ყოველთვის ურჩევდი, რომ დალოდებოდა ამ ბოლო კანონმდებლობას, რადგან ამ ინსტრუქციებით ყოველ შემთხვევაში არ იძლევა იმის იმედს, რომ ის 6 თვე ან შევა, ან არა, კითხვის ნიშნები არის, თუმცა
უფრო იმის იმეც იძლევა, რომ შეიძლება მაგალითად მე ჩამოვედი ცოტა უსამართლობასაც ბადებს ყოველი საკითხი ხარს გეტყვით, მაგალითად მე ჩამოვედი 1 წლის წინ დაუშვათ და შემდგომ გადავწყვიტე ჩაბარება, გავიდა ჯამში მე 3 წელი და დღეს თქვათ მაქვს წითელი საბუთი. დამეთვლება თუ არა რაიმე დრო. კი, მხოლოდ ის პერიოდი, სანამ ჩაბარებას გადავწყვიტავდი, ანუ 1 წელი და ის 2 წელი ჩაბარებული ვიყავი არა, ან ჩამოვედი და 3 თვეში გადავწყვიტე ჩაბარება და მერე დაჩენილი დრო ვიყავი, ან ჩაბარებამდე 3 თვე ვიყავი, მოკლედ თქვათ ან ჩაწელი, ან 6 თვის მერე ჩავბარდი. მოკლედ მხოლოდ ის დრო ჩაითვლება, რაც მანამდე მქონდა და არა ჩაბარების პერიოდში. ამიტომაც ეს აღარ აწესებენ მაინც და 20 მაისს თქვი უარი ან 20 მაისამდე ჯერჯერობით ამ ინსტრუქციებში ეს არ არის მიმოხილული, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ის ახალი დეკრეტი, რომელიც გამოიცა და შეიცვალა აბსოლუტურად ფაქტობრივად 2011 წლის მერე 2025 წლამდე ხელისუფლებები არ იყო, ლოგიკურია, რომ კიდევ შესწავლის ფაზებში ვართ და ბევრი ახალი სიახლე გამოჩნდება. მე კიდევ ერთხელ ჩემი თხოვნა იქნება ისევ თქვენთვის, რომ იმიტომ რომ დანჩისეც კონსტიტუციებს დღეს განვიხილავ, ძალიან ბევრი კონსტიტუცია მაქვს ჩაშლილი, ამიტომ დილით გადავწყვიტე თქვენთან დაკავშირება, რომ გააზიაროთ ეს ლაივი თქვენი მეგობრებისთვის, მონიშნოთ მაქსიმალურად, რადგან პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს ინფორმაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინც აქ მოდიხართ, აქ ცხოვრობთ, ვისაც წითელი საბუთი გაქვთ, გადავალ ეტაპობრივად ყველაზე და განვიხილავ ყველაფერს. ვცდილობ უფრო რიტმულად გავაკეთო, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს მუშაობს და შემდეგ ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ შენარჩუნებული ყოფნა არ ითვლება გაწყვეტილად, ანუ თუ კი ქვეყანაში, ანუ 90 დღეზე მეტი არ უნდა გახვიდე, თუ გინდა ახალი ფიგურებით ისარგებლო, რაც ადრე იყო, ბასიკამენტი, რაც მანამდე ვისაუბრეთ, არ ეგო სოციოფორმატი, არ ეგო სოციოლაბორალი, ხოლო 120 დღე ისევ ძველი ფიგურა, რომელიც არ ეგო სოციალით ვიცნობდით. რაც შეეხება მეოთხე გვერდზე, უკვე განხილული არის, თუ რა არის არეგოდე სეგუნდა ოპორტუნიტეტი. ეს არის ახალი კატეგორია, რომელიც შეიქმნა 2024 წლის დეკრეტის ფარგლებში. განსაკუთრებულია იმას თქვათ იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ადრე ქონა რეზიდენციის თქვათ ნებართვა დაკარგეს და ახლა შეუძლიათ მათ თქვათ ხელახლა მოითხოვონ ბინადრობის უფლება, რაც საკმაოდ ბევრ ადამიანს, რომელიც აქამდე უიმედოდ იყო, იმიტომ რომ 1 წლიანი დაკარგა, 2 წლიანი დაკარგა, ფინანსურად ვეღარ გააგრძელა და რაღაცა, ან თუნდაც 5 წლიანი დაკარგა, განაახლონ, ეს მანამდეც იყო ხშირად მომითხას, მაგრამ 1 წელი და 2 წლიანზე განახლება ეგეთი მეორე შანსი არ იყო. ხო, მაგრამ აქ არ საუბრობს, რაც დავაკვირდი იმ 6 თვიანზე და იმედი მაქვს ამაზეც იქნება კიდევ დამატებითი ინსტრუქციები. დეტალური პირობები რო გავარკვიოთ, მე ეს უკვე მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეუძლია გამოიყენოს გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც რა თქმა უნდა კრიმინალი აქვს. თუ კრიმინალი გაქვს, ამ შემთხვევაში 200 მუხლის პირველი ქვეპუნქტის მიზეზად არის დასახელებული, რომ ეს შეუძლებელია, რომ გახორციელდეს. მოკლედ, რაც შეეხება შემდეგ გვერდების ანალიზს სამ გავაგრძელებ, აგერ ვხედავ, რომ კითხვებით შემოდის. მინდა გითხრათ, რომ მე ამ ყველა კითხვას აუცილებლად წავიკითხავ. განსაკუთრებით ყურადღებას მივაქცევ იმ ადამიანებს, ვინც ჩემი თხოვნას ითვალისწინებს და ნიშნავს მეგობრებს, იმიტომ რომ დღეს არის ის დღე, როდესაც ამ ლაივით შემეზით ჩვენ ამ ინსტრუქციების გათვალისწინებით ძალიან სწორად წარმართავ ჩვენ საბუთებს. დანარჩენი კი მომართავს ხალხი და კი გავდივართ კონსტიტუციას. არ არის მთლად ბევრი რაღაცა უსამართლო, მთლად ცუდი არ არის ეს კანონმდებლობა, შორეულ პერსპექტივაში, ახლო პერსპექტივაში არის რაღაცეები შეიძლება რაღაც მომენტში ცუდი. ეს გზა არ წარმოადგენს ჩვეულებრივ განახლებას და არამედ მოითხოვს ახალ განაცხადს, ახალ მოტივაციით, მაგრამ აღიარებს წარსულ ბინადრობის დასაყრდენად. რა ხდება არაიგო სოციოლაბორალზე, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ, მეგობრებო, რა არის ამ ყველაფრის საფუძველი, რა არის ეს ფიგურა, როგორ განმარტავს ეს ახალი ინსტრუქცია. ეს წარმოადგენს ახალ გაერთიანებულ ფორმას, რომელიც აერთიანებს როგორც შრომით გამოცდილებას, ასევე სოციალურ ინტეგრაციას და აუცილებელი პირობები უკვე არის შემდეგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ჩემი თხოვნა იქნება მაქსიმალურად გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს და მონიშნოთ ისინი. ეს არის შრომითი კონტრაქტის კუთხით. უნდა იყოს კონტრაქტი მინიმუმ 90 დღის განმავლობით, ხანგრძლივობით, ანუ 3 თვე მაინც. ან რამდენიმე კონტრაქტი საერთო ჯამში მინიმუმ 90 დღეს უნდა გვაძლევდეს. კვირაში მინიმუმ 20 საათი. შეიძლება კონტრაქტი
კონტრაქტი იყოს ნებისმიერი ტიპის ახალი სიახლე, მუდმივი, დროებითი, სეზონური ამ შემცვლელის პოზიცია. ხელფასი კონტრაქტში მითითებული ხელფასი უნდა შეესაბამებოდეს ან აღემატებოდეს ესპანეთში არსებულ მინიმალურ ხელფასს ან შესაბამისი კოლექტიური შეთანხმების დონეს, რასაც კანონმდებლობა კოლექტივს ეძახით. დამსაქმებლის მოთხოვნილებებია უნდა იყოს ეკონომიკურად მდგრადი ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ქონდეს არანაირი დავალიანება, როგორც საგადასახადო და სოციალური ვალდებულებების დავალიანება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლება ეს ფიგურა გამოიყენოს თვით დასაქმებისთვის, როგორც ასეთი კვენტა პროპრიასთვის, ხოლო დაქირავების მუშაობის მიზნით. მესმის, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია, ამისთვის მე გირჩევთ აუცილებლად ამაზე კონსულტაციას, ამიტომ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად მარტივ ენაზე აგიხსნათ, რომ გაიგოთ. ამ კატეგორიას საფუძვლად უდრევს მუხლი, ვინც გაინტერესებთ 127B და 74D მუხლები და მოითხოვს დამატებით დამტკიცებას, რომ დამსაქმებელს აქვს რესურსი და პატივსანი პროფილი, ანუ ვალები არ აქვს. რაც შეეხება არაიგო სოციალს, რომელიც ჩვენ აქამდე უკვე ვიცოდით და ვიცით, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა რეზიდენციის დროებითი ნებართვის მისაღებად, ის მიესადაგება პირებს, რომლებიც ცხოვრობენ ესპანეთში არანაკლებ 3 წლის განმავლობაში. ახლა მეტყვით, ანუ ისევ 3 წელია, არა, უბრალოდ სხვა ფიგურებიც რჩება. და აჩვენებენ სოციალურ ინტეგრაციას, აქ მოითხოვენ ისევ ინფორმედია ინტეგრაციოს, თან უნდა ახდეს შრომითი კონტრაქტი, ამ ფინანსური უზრუნველყოფა. თუმცა აქაც გვაქვს მეგობრებო გარკვეული სიახლეები, რასაც მე მინდა რომ თქვენ გესაუბროთ და გაგიზიაროთ, რაც ჩემი სურვილია და რა თქმა უნდა, თუ თქვენს ჩათვლით რომ რაიმე გარკვეული კითხვა იქნებათ, მე წითელ საბუთიანებზეც გადავალ და განვიხილავ. ნახეთ, ამ შემთხვევაში ორი გზა არსებობს, ოჯახური კავშირის წასვლა, მაგრამ ეგ სოციალზე მაგალითად მეუღლე მშობელი ან შვილი, რომელიც არის ესპანეთის მოქალაქე ან ლეგალური მაცხოვრებელი და ინტეგრაცია კი გეცოდინებათ, როგორც ხდება მერიაში აღება ამ დოკუმენტის. ასევე ეკონომიკური უზრუნველყოფის საკითხი ამშვენებელი დამოკიდებულია შრომის ან რესურსის ტიპზე. მაგალითად, ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი ნათარგმნი ქართულად, რომელიც გაკეთდა, რადგან ესპანურად ამ ყველაფრის თარგმნას მოუნდა საკმაოდ დიდი ხანი, რომ მაქსიმალურად მარტივად ამეხსნა თქვენთვის. მაგალითად, ერთწლიანი მინიმალური ხანგრძლივობის კონტრაქტი ან კონტრაქტების კომბინაცია იქნება მაგ საჭირო, საერთო ჯამში მინიმუმ 30 კვირაში და 20 საათი კვირაში, თუ აპლიკანტს ყავს ოჯახური ტვირთი, ასე თქვა, ცეწლოვანი, მაგალითად ამ შემთხვევაში ისე განმარტავს კონტრაქტი. თუმცა თვით დასაქმებაზეც საუბრობს, უნდა წარადგინოს ამ შემთხვევაში პროექტი, ეკონომიკური მიზანშეწონების გეგმა ან დაფინანსების მტკიცებულება. ამაზე ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვიმუშაოთ, გავაკეთოთ საქმე. რაც შეეხება გადავალ დამატებით ასპექტებზე, მაგალითად, რა არის საპასიურო, როგორ უნდა დაამტკიცოს აქ შემოსავლები, როცა არაიგო სოციალურ დამატებით ასპექტზე ვსაუბრობთ, აქ არის ინგრესოს პასივოს, მაგალითად საპასიურო შემოსავლები და ეს შეიძლება იყოს გონების გაქირავება, სოციალური შემწეობები, პენსია და სხვა არაშრომითი მიღებული შემოსავლები. უფლება არასრულწლოვანის დამატებისას, ოჯახის განცხადისას ყველა არასრულწლოვანი უნდა იყოს რეგისტრირებული იგივე მისამართზე და მათი ხარჯი გათვალისწინებული ფინანსურ გაანგარიშებაში. თუ რაიმე ვერ იქნება გაუგებარი ან რაღაც ვერ გაიგეთ, მოკლედ მე შეგიძლიათ მომწეროთ და ეს მინდა იცოდეთ, რომ შემიძლია გიპასუხოთ ყველას, ვინც გააზიარებს და მონიშნავს მეგობრებს. ეს ფიგურა ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, საჭიროებს დოკუმენტური გამჭვირვალეობის სტანდარტის დაცვას, ანუ ყველა იმ რეკვიზიტების დაცვას, რაც მას შემდგომ მიცემს საშუალებას, რომ საბუთები შევიდეს ძალაში. რეკომენდირებულია დამატებითი ახსნა ფინანსურ საკითხებზე გადახედვა და მოკლედ მომარტივად ვთქვა და შემდეგ. ხა გადავალ უკვე მე როგორც განხილვაზე, აქ უკვე საუბარი არის სწავლაზე დაფინანსებულ არაიგო პარალაფორმასიონი, ეს არის რეზიდენციის დროებითი ნებართვა, რომელსაც ასევე ველოდებოდით, რომელიც ეიჭება იმ უცხოელებს, ვინც ცხოვრობს ესპანეთში მინიმუმ 2 წელიწადია უწყვეტად და გამოთქვას სურს მიიღოს ოფიციალური აღიარებული პროფესიული განათლება, რომელიც მისცემს მას შემდგომში დასაქმების საშუალებას.
ძირითადი მოთხოვნები რას მთხოვენ ახლა მე ხო რომ აი ლუკა რა უნდა გავაკეთო ხო 2 წელი უწყვეტი ყოფნა ესპანეთში და არ უნდა მქონდეს გასვლა 90 დღეზე მეტი მთლიანობაში მაგრამ მაგ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ისიც რომ გათვალისწინებული მქონდეს ჩემი გასვლების თემაც რადგან გასვლების თემა თუ არის ასევე ჩაწერაზეც არის აპელირება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი უფრო მარტივად რომ გაგებინოთ გარდა ამისა აქ მე ხა გეტყვით რომ რა არის განზრახვის დეკლარაცია ანუ ნახეთ კომპრომისი უნდა გააკეთოთ ფორმაციონზე ნახეთ ეს სამშონი რომ განაცხადთან ერთად აპლიკანტმა უნდა წარადგინოს დოკუმენტი საცხადებს თავის განზრახვას რომ დარეგისტრირდება კონკრეტულ სასწავლებელ ცენტრში დაიწყებს სწავლას გარკვეულ პერიოდში ჩვეულებრივ 6 თვეში ესე არის კანონმდებლობაში შესაძლოა 3 იყოს კურსი უნდა იყოს ოფიციალური და სერტიფიცირებული აუცილებლად იმისთვის რომ აქ მოახერხონ ადამიანებმა სწავლება. რაც შეეხება როგორ მოქმედებს ეს კატეგორია პრაქტიკაში, გაიცემა 1 წლის ვადით ნებართვის ხანგრძლივობა და მნიშვნელოვანია ისაც გაითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია ერთჯერ გაგრძელება თუ კურსი არ დასრულებულა, ჯერ მუშაობის უფლებაზე პირველ ეტაპზე არ იძლევა დასაქმების უფლებას სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ პირი იღებს უფლებას მოითხოვოს ბინადრობა პლუს დასაქმება 2 წლით. ასევე განცხადების სიხშირეზეც მინდა გითხრათ, რომ შეგიძლია მოითხოვოთ მხოლოდ ერთხელ ყოველ 3 წელიწადში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ და ასევე გითხოვნა იქნება, რომ ვინც მონიშნავს და გააზიარებს, რომ მეტად სწრაფად შევძლებთ პასუხს და გააგებინოთ თქვენ ახლობლებსაც ეს სიახლეები, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ასევე იურიდიულ და ადმინისტრაციულ შენიშვნებზეც მინდა ხაზი გაუსვა, რომ კურსი უნდა იყოს რეესტრში შეტანილი და აღიარებული განათლების სისტემის სეპეს მიერ და რეგისტრაციის მტკიცებულება წარმოდგენი უნდა იქნას როგორც პირი ჩაირიცხება და ამის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია, როგორც კი მალე 20 მაისი ჩვენ შევხედავთ, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაფიცის ვარაუდიც ასევე არის და ესაც უნდა ქონდეს თვალთახედვის არეში. სახელმწიფოს აქვს უფლება, მეგობრებო, გააუქმოს ეს ნებართვა თუ აპლიკანტი არ დაარეგისტრირდება ან მიატოვებს კურსს. რაც შეეხება გარდამავალდებულებებს, დისპოზიციონ ტრანსიტორიას, რომელიც თქვენ ესე ძალიან გაინტერესებდათ, ვის ეხება ეს კიდევ ერთხელ ვიცახი, ვინც უკვე ფლობენ ან ფლობდნენ არაიგო პარაფორმაციულ, ძალიან ბევრი ადამიანი ამოიცნობს საკუთარ თავს, რომელიც გაცემული იყო 2024 წლის 20 მაისამდე, ანუ ახალი დეკრეტის მიხედვით ძალაში შესვლამდე. შესაძლო სცენარები მინდა მოგაწოდოთ თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ყველაფერი. თუ აპლიკანტმა უკვე წარმატებით დაასრულა კურსი, შეუძლია მოითხოვოს ბინადრების ნებართვა და დასაქმება, მაგალითად მოითხოვოს ეს ყველაფერი. და ეს ძალიან კარგი სცენარი იქნება. ერთ-ერთი სცენარი განგიხილეთ და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე ხშირ შეეყოს გაუგებრობა ადმინისტრაციაში და ეს რომ ავირიდოთ, წინასწარ დამოწმდეს ის, რომ სასწავლებელი არის ოფიციალური და აპლიკანტი არ ახორციელებს სწავლის შეწყვეტას, რომ თორემ რისკი არ ქონდეს, რომ შემდგომ დაკარგოს საბუთები. ვიცი წითელ საბუთზე მელოდებით და ამაზეც აუცილებლად გადავალ, იმიტომ რომ მელოდებით და აქტიურად მოვიდა გუშინ ამაზე ძალიან ბევრი შეკითხვა. იმედი მაქვს შემეხვა გესმით, ვიც ხა შემოხვედით და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მარტივ ენაზე აგიხსნათ უბრალოდ ეს ყველაფერი და ხა მაგალითებსაც მოგიყვანთ და გადავულყოთ წითელ საბუთს სახსნაზე და შემდგომ ჩემი თხოვნა ერთ-ერთი ის იქნება, რომ მონშოთ გააზიაროთ და რადგან ეს ერთ-ერთხელ გთხოვთ, როცა რაღაცით მინდა, რომ უფრო მეტ ადამიანს მიეწოდოს ეს ინფორმაციები. არაიგო ფამილიარზე ახალი სიახლე ის იქნება, რომ ესპანეთის ნაციონალიტეტის მქონე ადამიანს შეიძლება არა 21 წლამდე, არამედ 26 წლამდე ასაკის ადამიანის შემოერთება. ესაც საკე კიდე საკითხია, რომელიც ძალიან კარგი პუნქტი არის. ასევე ბოლო გვერდებზე უკვე საუბრობს მაგალითად არასრულწლოვნების და ოჯახურ განცხადებებზე, ანუ მაგალითად
რა შემთხვევაში თვალისწინებს, როცა არის უწონი ცხოვრობს ესპანეთში, როცა მის მშობელი ან კანონწარმოდგენი ასევე იმყოფება ესპანეთში და ორივე სურთ, რომ მიიღონ დროებითი ბინადრობის ნებართვა. შესაძლებელია ერთდროული ან პარალელური განაცხადის შეტანა ორივესათვის. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ დროს მუშაობთ, ამიტომაც მე კი ბატონო ხეხა გეტყვით, რომ ეს ლაივი დარჩება, ამიტომაც შეგიძლიათ შემდგომ იხილოთ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ერთდროულად რო წარადგინოს არასწორმა საბუთებზე, უნდა იყოს დაცული რეკვიზიტები, მარტივად რო ვთქვათ. რაც შეეხება დანართებზე, ფინანსურ მოთხოვნებზე, აღარ დავკარგავ იმ დროს, უბრალოდ აგიხსნით თუ რა არის იპრემი არის საყოველთაო ეკონომიკური მაჩვენებელი და თუ იპრემის 100% სადმე შეგხვდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის დაახლოებით 600-700 ევრო თვეში, თუ საუბრობთ 200% იპრემზე, ნუ ლოგიკურად ორმაგზე. 150-ზე დაახლოებით, უნდა მათემატიკურად რა ვხდოთ ეს ამ ყველაფრის გამოთვლა. რაც შეეხება სწავლის კურსების სიაც გვაქვს ჩვენ აქ მოცემული უკვე იურისტებს იმისთვის, რომ მაგალითად ადამიანებს მიუცეთ ორიენტირება თუ რა თემასთან გაიარონ, ლოგიკურად ყველაფერს განვიხილავ და ძალიან ბევრი საკითხია, ვიღაცისთვის წითელი საბუთია საინტერესო, ვიღაცისთვის ახალი საბუთები, ამიტომაც მე ყველას გირჩევთ, ვინც აქამდე დაინტერესებული ხართ სრული ანალიზით, იურიდიული კონსულტაცია იქნება თქვენთვის ძალიან კარგი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს არის დაკავშირებული ეს ბოლო ინსტრუქციები საბოლოო ცვლილებებთან და შესაბამისად ეს ყველაფერი უკვე სავალდებულო, ეს არ არის პროექტი ან მოსალოდნელი ცვლილება, ეს უკვე გამოქვეყნებულია და ეს ინსტრუქცია მინდა ხაზგასმით თქვა, რომ წარმოადგენს ოფიციალურ განმარტებას თუ რა არის პრაქტიკულად სავალდებულო გამოყენებისთვის, არ არის დროებითი დოკუმენტი, არამედ რეალური ცვლილება უცხოურ რეგლამენტში ან ტექსტანხერიაში. კლიენტისთვის თავი ასპექტებია, მოდი ვინც ახალი შემოსული ხართ, ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ცხოვრობს თუ არა ესპანეთში 2 ან 3 წელზე მეტი, აქვს თუ არა დოკუმენტები, რომ დაასტუროს ცხოვრების უწყვეტობა ანუ ჩაწერაზე ფრთხილად. თუ სურს არაიგო ფორმაციონის სწავლა აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული ცენტრში და დასწრებით მინიმუმ 50%. არაიგო სოციალურ შემთხვევაში საჭიროა ოჯახური კავშირი ან ინტეგრაციის მოხსენება პლუს ეკონომიკური რესურსი, არასრულწლოვნების ერთდროულად საბუთების გაკეთება ასევე, რაც ვისაუბრეთ, შეცდომების საფრთხეები, რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ, არასაკმარისი დოკუმენტები, ემპადრონამენტო, ფინანსური დადასტურება, კონტრაქტი, არაკვალიფიციური სასწავლო კურსის არჩევა ფორმაციონისთვის ერთ-ერთი მინუსი, რაც შეიძლება იყოს და უკვე არაიგოს მაგალითებით რომ მოგიყვანოთ, ეს არის კანონ პროექტი აღმოსავლეთ როგორც უკვე ძალაში და თეორიის ევალება, ძალაში 20-ში არის ძალაში და ერთნაირად გამოიყენოს ყველას ევალება. ეს რეგულაცია უკვე შემდგარია და საიმიგრაციო ოფისის თანამშრომლებს ვალდებულება აქვს გამოიყენოს სწორედ ისე, როგორც წერია ამ ინსტრუქციაში. რაც შეეხება ყველა არაიგოს მოთხოვნებზე მარტივად რომ გაგებინოთ მაგალითები და თქვენთვის უფრო მარტივი იყოს და იმედი მაქვს ჩემი ეს საუბარი თქვენამდე მოვა, რომ გაიგოთ რას გულისხმობ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ასე ვთქვათ, მაგალითად რომ განმარტო რა არის მაგალითად ყველა არაიგოს მოთხოვნა, ხო? აი მაგალითად კაცი ჩამოვიდა 2022 წლის იანვარში, 2023-ში დაბრუნდა სამშობლოში, 4 თვეში, ანუ 100 დღეზე მეტი. ახლა ვერ ითვლის ამ უწყვეტს დროს, იმიტომ რომ თუ 4 თვე იქნება, ანუ 120 დღე პრობლემაა. 90 დღე ამ შემთხვევაში შესაძლებელია თუ 2 წელში გვინდა საბუთსაღება, ხოლო 120 დღე თუ ჩვენ ეს 3 წელიწადში მაგალითად გსურს ვისარგებლოთ. რაც შეეხება მაგალითად რომ მოგიყვანთ არაიგო სეგუნდა ოპორტუნიტეტზე, მაგალითად გაქვთ ნიე, მაგრამ 8 თვე არ განახლდა ეს კატეგორია გაძლევს საშუალებას ახლიდან მოითხოვოთ სტატუსი, მაგრამ თუ უარი მიიღეთ დანაშაულის გამო, ამას ვერ გამოიყენებს ადამიანი. რაც შეეხება არაიგო სოციოლაბორატორს, მაგალითად, როგორ უნდა გავიგო ეს რაც არის, ეს არის თუ კლიენტს აქვს კონტრაქტი 3 თვის განმავლობაში და კვირაში 25 საათი მუშაობს მაგალითად ბარ ან რესტორანში, შეუძლია თუ არა მოითხოვოს კი ბატონო არაიგო სოციოლაბორალი, რა თქმა უნდა შეუძლია. უშუალოდ არაიგო სოციალზე მაგალითად რომ მოგიყვანოთ, მაგალითად მამა ცხოვრობს ესპანეთში 3 წელია, ყავს შვილი, რომელიც მაგალითად სკოლაში დადის და მასთან ერთად ცხოვრობს, აქვს 1 წლიანი კონტრაქტი და შეუძლია მოითხოვოს არაიგო სოციალი.
ან თუნდაც არაიგო ფორმაციონის მაგალითზე სტუდენტი ცხოვრობს ესპანეთში 2 წელია და რეგისტრირდება სამედიცინო მაგალითად FFP-ზე ესეთ კურსზე და შეუძლია გადაცვალოს და მოითხოვოს 2 წლიანი ბინადრობის უფლება. ძველი ფორმაციონის თემაზე ვიტყვი იმას, რომ თუ კლიენტმა უკვე დაიწყოს სწავლა მაგალითად 2023 წელს პირობითად და ჯერ არ დაუმთავრებია, შეუძლია გააქცევოს იგივე რეგულაციის პარაგრაფში, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული SEPE-ში. რაც შეეხება არაიგო ფამილიარზე, რომ მაგალითად არასრულწლოვანების მაგალითზე რომ მოგიყვანოთ, თუ მაგალითად დაუშვათ დედა ცხოვრობს ესპანელი შშმ სტატუსით დედა შეუძლია მოითხოვოს არაიგო ფამილიარი, თუ ძმაც ითხოვს იგივე მისტაცია მხოლოდ ერთს მიცემს, ეს მინდა გაითვალისწინოთ. ფინანსურ მოთხოვნებზეც გეტყვით დანართი პირველის განხილვას, რომ ოჯახური გზით განცხადებისთვის საჭიროა, რომ ოჯახის მთლიანი შემოსავალი იყოს მინიმუმ 1400 евро თვეში. კურსები სწორად უნდა იყოს შესწავლილი, ეს რეგლამენტი არ არის დროებითი, მინდა კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ყველა ადმინისტრაცია ვალდებულია გამოიყენოს იგი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ უწყვეტობაზე ხაზი გაუსვათ, გაითვალისწინოთ ახალი კონტრაქტის ვადები, გაითვალისწინოთ, რომ კონსულტაცია ამ თემაზე აუცილებლად დაგჭირდებათ და თქვენთან გინდათ თუ ვისაც გსურთ ჩემთან მნიშვნელობა არ აქვს, რომ გაითვალისწინოთ ეს სიახლეები მაქსიმალურად. კარგი იქნება თუ მონიშნოთ და გააზიარებთ, იმიტომ რომ ეხლა წითელ საბუთად შევეხებე. ინსტრუქცია, როგორც გითხარით, ან ოფიციალური განმარტებებით არის აღებული და შემიძლია შემდგომ ჯგუფშიც დავტოვებ აუცილებლად, საიდან არის ეს ინფორმაციის წყარო და თუ რაიმე შეიცვლება, ყოველთვის ქვეყნდება ეს ყველაფერი ბიულეტენში, ოფიციალური შემოსავალს ბოლტნებზე და ეს დადოქვია და რეკომენდირებული არის ხოლმე ყოველ 3 თვეში ერთხელ მონიტორინგი. რაც შეეხება ეხლა მეგობრებო, თუ აქამდე რამე კითხვები გაქვთ, თქვენ უკვე შეგიძლიათ დამერთოთ ეს კითხვები. მე როგორც ჩემი TikTok პლატფორმა, ისე ჩემი YouTube არხი დაგერთეთ. გესაუბრეთ მაქსიმალურად რაც შემეძლო ყველა ფიგურაზე, მაგრამ არ შეხები ხარ ლუკა ჩაწერას, ჩაწერას არ ჩაბარებას. კი ბატონო, არ შევხები ვარ. ეხა ბოლოს უკვე მაგასაც შევეხები, მაგაზეც ვიფიქრე, იმიტომ რომ ვთვლი რომ მნიშვნელოვანია თქვენთვის სწორად მოწოდება და ყველაფერს დეტალურად გაანალიზება და მაგალითებითაც მოგიყვანთ. ოღონდ ჩემი თხოვნა იქნება, რომ დღეს განსაკუთრებით ამ ლაივს მეტი მონიშნა ქონდეს უფრო, მიუხედავად იმისა, რომ წინა ლაივს დაახლოებით ქონდა 5-10 ნახევარმას, დაახლოებით 11 საათი ჩავწერე და ფაქტიურად გადავათენე, რომ ზუსტად გადამეთარგმნა ყველაფერი, ზუსტად ასე გვეუბნება. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი ჯერ კიდევ ფლობს წითელ ბარათს და პროცესი არ დასრულებულა. თუ სამართლებრივ შეფასებას გავაკეთებთ, სანამ პირი არის თავშესაფრის დაცვის ქვეშ, მისი ყოფნის დრო არ ითვლება. არც ერთ არაიგოს ფიგურისთვის. ამის მიზეზის მესამე გვერდი არის ამ ინსტრუქციების, სადაც ნათქვამია, რომ mientras se mantenga la solicitud de protección internacional activa, el tiempo de permanencia en España no computa არ ითვლება, ანუ გაუბნევა. ამიტომაც რა შეგიძლია გააკეთო, თუ შენ ჯერა რომ წარმოდებით აღარ დასრულდება ეს თავშესაფრის საკითხი, შეგვიძლია ამის გაუქმების პროცესზე გავიარეთ კონსულტაცია, ან როგორ გააკეთო, შემიძლია და მისამართო, იმიტომ რომ ძალიან მარტივი არის ეს, შეიძლება უაერთაც მოხერხდეს ჩვეულებრივად, გაუქმდეს პროცესი და იმ დღიდან დაიწყოს საცხოვრებელი ვადის ათვლა. რაც შეეხება მაგალითი რომ გავიგოთ, მაგალითად ნანა ელოდება პასუხს თავშესაფარზე, მაგრამ სწავლობს და სურს რომ გააკეთოს თქვათ არაიგო და ფორმაციონი. ვერ გააკეთებს, სანამ არ გააუქმებს ამ პროცესს, ანუ მისი დრო ისეთვლა ვერ მოხდება. კლიენტმა მეორე შემთხვევა, მეორე კითხვა, რომელსაც მის ვახშად, კეთება მიიღო უარი თავშესაფარზე და არ გაასაჩივრა. სამართლებრივი შეფასებით წერია, რომ la residencia irregular podrá computar desde la fecha de la resolución firme, ესე იგი, როდესაც დაფიქსირდა გახდა საბოლოო ეს უარი, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია რომ ფორმაციონი 2 წელიწადში და სოციალურ ლაბორატორიას გააკეთოს და სოციალი უნდა, ანუ ის ახალი 3 წელიწადში. მაგალითად გიორგი მიიღო უარი 2023 წლის ივლისში და არ გაასაჩივრა. 2025 წლის ივლისში შეუძლია უკვე მოითხოვოს ან ფორმაციონი, ან სოციალურ ლაბორატორია.
რაც შეეხება მესამე შემთხვევას, კლიენტმა გაასაჩივრა და საჩივარი ჯერ კიდევ ძალაში. ამ შემთხვევაში, როგორც გითხარით, ეს პირი სამართლებრივად რა თქმა უნდა დაცულია, სანამ არსებობს აქტიური საჩივარი, არ ითვლება არც ერთი პერიოდი არა იგოსთვის, ესეც წერია ამ instrucțiებში, mientras haya recurso pendiente, no se computa ningún periodo a efectos de regularización. გამოსავალი შესაძლებელია საჩივრის მოხსნა დესტიმენტო ვოლუნტარიო და იმ დღიდან იწყება არაიგოს ვადა. მაგალითად, მარიამმა გაასაჩივრა უარი 2022 წლის ბოლოს, ახლა უნდა რომ გააკეთოს საბუთები, მაგრამ ვერ აკეთებს, სანამ არ გააკეთებს საჩივრის მოხსნას. შეიძლება კითხვები იყო იმაზე ასევე, რომელიც ასევე დამატებით სიტუაციებს ქმნიდა. არაიგო დეფორმაციის შემთხვევაში მუშაობის უფლება იქნება თუ არა და დიახ იქნება, ფორმაციონის მფლობელებს ექნებათ კვირაში 20 საათიანი მუშაობის, უფრო 20 საათამდე მუშაობის უფლება, თუ სამუშაო გრაფიკი არ ეწინააღმდება სასწავლო გრაფიკს, რაც ლოგიკურად შეგიძლიათ რომ მოახერხოთ. ეს არის წყარო რეალ დეკრეტი 1055/2024, მუხლი 124/4. და იქნება თუ არა ერთ წელს შემდეგ 4 წელი? კი ბატონო, ამისი მუხლი 191 მუხლის მესამე ქვედანართი რეალ დეკრეტო 1155/2024. და ფორმაციონზე უარის შემდეგ სოციალურ ლაბორატორიაზე რა ხდება? ანუ თუ პირი უარს ამბობს ფორმაციონს და აკმაყოფილებს სოციალურ პრობლემებს, შეუძლია ჩვეულებრივ გადავიდეს. საბოლოო რეკომენდაციები რო გაგიწიოთ მეგობრებო და გირჩიოთ თუ რა უნდა გააკეთოთ, პირველ რიგში ეს არის რომ აუცილებლად გაუზიაროთ თქვენ მეგობრებს, მონიშნოთ და ამ ადამიანებს მოეჭებ პრიორიტეტს, რომ შემდგომ კითხვები, რომლებიც შემოდის უპასუხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა დამხვდა დღეს დილით. სიტუაცია არის შემდეგი, აქტიურ თავშესაფარზე ბინადრობის ვარიანტი არ შეიძლება სამარ გააუქმებს, თუ არის მიღებულია ფორმაციონის სოციალით შეიძლება და იწყება იქიდან ვადის ათვლა. საჩივარი გაგრძელდება, თუ გრძელდება და ისევ საჩივრის ფერმაშია, სიტუაციაშია, მაშინ ბინადრობის ვარიანტი არ შეიძლება, უნდა მოხდეს უარის მიღება და ამ შემთხვევაში გაუქმება. ნიეს ფლობდა ადრე მაგალითად სეგუნდა ოპორტუნიტეტში და თუ დაკარგა ფორმალურად რომ აიღოს და სწავლობს და შეუძლია პლუს 40 საათიანი მუშაობის უფლება 20 საათიანი გააკეთოს. მეგობრებო, მაქსიმალურად მოკლედ ვეცადე ეს დიდი და ცოტა ეს უნდა სულ საკითხები მიმოხილა თქვენთვის, რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩემი ლაივი ამ შემთხვევაში მოკლედ აი ვინც გაანოლა ექსტოშვის ძალიან ბევრი კითხვებია, ამიტომაც მე პირველ რიგში კიდევ ერთხელ გეუბნებით. თვლი იმდენად მნიშვნელოვად ამ ინსტრუქციებს, რომ თუ აქამდე ისეც აზიარებთ, მაგათ გუშინ არც მithხოვია და რა ვიცი, იმდენი ნახვა ქონდა და იმდენი გაზიარება, მეგობრებო, ადექით გაუზიარეთ თქვენ მოგობრებს, მონიშნეთ და პირველადაც მოგანიჭებთ, პირველად თქვენ გიპასუხებთ. ძალიან ბევრი მესიჯია მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი არის გაურკვევლობაში, არის რაღაც ცვლილებები, ცოტა ბევრი, ორ შემთხვევაში მარტივი არ არის ეს თავიდან გასაგება, თუმცა ისეთი რაიმე მოულოდნელი, რაც აქამდე ჩვენ არ მოველოდით, არაფერი ისეთი არ იყო. შესაბამისად, კარგი იქნება, ვინც აქამდე არ გაქვთ გავლილი წითელ საბუთზე ხართ, მით უმეტეს სიტუაციაში გაიაროთ კონსულტაცია, ვინც უკვე გაიარეთ, შეგიძლიათ კვლავ კითხოთ, რამე თუ ვერ გაიგეთ და მე ამ ლაივს ჩაგიდეთ პირველ რიგში, იმიტომ რომ გეტყვით, რომ ჯერ უყურეთ ამ ლაივს, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო არის დათმობილი იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია სწორად გაგიგოთ. ვეცადე ყველანაირად მაგალითებითაც მომოყვანა, ვინც ახალი შემოსული ხართ, რომ მე ლაივს რო თავიდან უყურებთ, მომეყვანა ინსტრუქციები, გამეანალიზებინა 10 გვერდი და დამეკავშირებინა ახალ რეალ დეკრეტი, რომელიც 2025 წელს გამოიცემოდა და შევა 20 მაისს. ამ მაჟორულ ფონზე მეგობრებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას. ყოველდღიურად ვცდილობ გავაკეთოთ ჩემი მაქსიმუმი იმისთვის, რომ თქვენთვის იყოს თქვენამდე მოვიდეს ეს ინფორმაცია, თქვენ შეძლოთ სწორად იყოთ ინფორმირებული და დაგემშვიდობებით, თუ მეტი კითხვა გექნებათ ან პირადი იურიდიული კონსულტაცია გენდოებათ, უკვე შეგიძლიათ მომმართოთ პირად გვერდზე, ხოლო ეს ლაივი იქნება დარჩენილი და შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს, უყუროთ, ან თუნდაც არ უყუროთ, ეს თქვენი გასაწყვეტია. მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის და ბედნიერ დღეს გისურვებთ, მეგობრებო, აბანახო.